არსებობს აბსოლუტური სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი თამაშობს. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას სამი მნიშვნელოვანი შედეგით ვასრულებთ. პირველი ეხება მეტდახმარებას უკრაინისთვის, რათა დღესაც და სამომავლოდაც ის ძლიერი პოზიციით იყოს წარმოდგენილი. მეორე, შევთანხმდით იმაზეც, რომ ახლა არ არის რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო და პირიქითაც, სანქციები საჭიროა ამერიკის ინიციატივის გასაძლიერებლად, რომ რუსეთს მოლაპარაკებათ ამ აგიდაზე მოსვლა უბიძგოთ. და მესამე, განვიხილეთ კოალიციის გეგმები, მათ შორის სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით. ლიდერებს ჰქონდათ ისეთივე ძლიერი გზავნილები, როგორიც ეს 3 წლის წინ, ომის დაწყების დღეს ისმოდა. მადლობა მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, რომ შეხვედრის შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ არ მოიხსნას არანაირი სახის სანქცია რუსეთს, ვიდრე ის არ შეაჩერებს ამ ომს. ვფიქრობ, მეტი ზეწოლა და მეტი სასანქციო პაკეტებია საჭირო. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენ სხვადასხვა ლიდერისგან მოვისმინეთ უკრაინის მხარდამჭერი ახალი პაკეტების შესახებ. ქვეყნები საუბრობდნენ ერთ ხმაში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა. ყველა აცნობიერებს, რომ რუსეთს დღეს არ სურს არანაირი მშვიდობა. ჩვენ ვიმუშავებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მოახლოებულ დღეებშიც, რაც არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი საკითხია.